აბა, რა ხდება? რა შევით, არ ვიცი, მე მგონი ჩავრთე უკვე ვიდეო. ძალიან მაგარი მეკარე, ყავს სამომავლო დრო იცოდეთ. თავის გუნდში კარში რო ათამაშებდნენ, უფრო გაასწორებ. მაიცა ხო ვიწყებ, გადაღებ, ხო დავიწყე. ეხლა ჩანვარ? რა თქმა უნდა ჩანხარ ლენკ. აი აქაც ჩანვარ. კი, ჩანხარ. ვაიდი არის ჩასწული. ოპა. როგორ ბძანდებით ქალბატონებო და ბატონებო რა. საბა დავიწყე. ესე კარგად მოვთავსდები, რატო გამოვიდი? დავიწყეთ მეთქე. უი. გამარჯობა, მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა. პაკურიანი და ვიცი. ხო, აუცილებლად მოინატრე. შენზე უფრო ცოტა სტერენ ხოლმე ვიდრე ჭიპაზე რო იცოდე. ჭიპა უფრო ევასებად. ჭიპა სამახსოვრო. დაჯერა. მოდი რა. არჩი რაზე ვიბაზოთ. ჩვენ გვინდოდა რომ აი თით კუთხეში გადაგვეღო ვიდეო, მაგრამ ზღნეიდებს და ეს ცოტა იქითკენ მეწია საბასკენ. აჰა, აი ეს იყოს აი აქ. ესე მიდი და ესე მე აქეთ ვილაპარაკებ და ესე კონცენტრირდით ხო სამივე დავლაგდით კარგად ხო? ჩვენს უკან ჩვენი მომავალი მარცხენა მცველი მარჯვენა შემტევი არა მარჯვენა ფლანგელი ჯერ არის ის შეტევა უფრო ევასებათ დაცვა მაგრამ იმედია შეტევას მიაწევა ისეთი შედეგები აქვს ამის გუნდს შეტევას მიაწევი ძალიან ცოტ გვიყურებს შემეს გულს გაგვარტყავთ რა თავია ძალით გაგვარტყავს ან დაგვიმიზნოს და ის. არა, მე მართლა ეხლა საუბრობთ რა, რომ მე რო შვილი მეყოლება, ეგრევე ფეხბურთზე შევაგდო. მეც ეგრევე. აუცილებლად და ან უნდა არ უნდა. არაფერს არ ვკითხავ, მართლა. იმენ რობოტად ჩამოვაყალიბებთ მო. ნახე შეიძლება 4 წელიწადში არ უყარდეს. ეს არის ბიზნეს გეგმა. მე არ ბავშვთა ერთ-ერთი რაც ეცოდინება ფეხბურთი იქნება. მაგის ცხოვრებას სხვანაირად ვერ წავა რა, უეჭველი ფეხბურთელობას უნდა მიაწოს და ხო, აი მე რო ვიცი საქართველოს ისტორია და აი მეფეები წლების მიხედვით, აი ვის რა სირი მოვჭამე. აქედან გამომდინარე, ვინც არ იცის, იმათ მოჭამეს ბევრმა. მე არ ვეთქვი რომ სხვა რაღაცები არსებობს ცხოვრებაში, ვეთქვი რომ ეგრევე ყველა ფეხბურთზე დადის. ეგრე იბადებიან და ფეხბურთზე მიდიან. ვინც თამაშობს, ვინც ვერა და დინა პური ჭაბოშვილი. მაგის მეგობრები თუ ფეხბურთზე არ დადიან, იმიტომ არ დადიან, რომ არ გამოუვიდათ. ხო, უკვე ადვოკატები და ისინი რო არის, ანუ ოროსანი ფეხბურთელები იყვნენ და შენ გინდა რომ იყო ოროსანი, არ გინდა. აი დალაგებულია. მაგარი ბიზნეს გეგმა არის. ევროპაში გადადიხარ საცხოვრებლად ჩეხეთში ან პოლონეთში, აწყებინებ რაღაცა სპარტა პრაღაში. ბიჭო არა სპარტა დინამო შეიყვანა სპარტა ბრაღას ჩვენზე კაი აკადემია აქვს დავუჯერო დინამოზე აუცილებლად ჭიჭო ძანდი სხვა რომ ჩეხეთში გადახვიდე მაგის გამო დავუჯერო ბიჭო ჩეხეთში მარტო მაგის გამო არ მიდიხარ მაგრამ ხო ჩვენ ლუდის დასალევად მოვდივართ ლუდის დასალევადაც იქ უნდა წავიდეთ აბა ეხლა ეგრე ხო არ არის რონალდომ რო გააკეთა ხო იცი კისერზე რო სამჯერ ეცემა ბურთი აი ეგ შემთხვევით ეგრე გააკეთა. ოღონდ დამოძალით ქნა შეჩემა და იმას არ გამოუვიდა. კაი რა საუბრო? არ ვიცი, მე დავიწყე იმაზე, რომ რა ვიცი, რა. სტადიონები რომ მოწესრიგდეს, უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი გვეყოლება. სტადიონის მოწესრიგებაში მე უგულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა, ეს საფარი არ უნდა იყოს. ეს საფარი უკვე ცუდი არის იმისთვის, ფეხისთვის. ეგ ძალიან თითქმის შეუძლებელია ყველა უბანში რომ ყველგან ყველა უბანში არა, მე უგულისხმობ, რომ აი რაღაცა აკადემიებს მაინც უნდა ქონდეთ ნამდვილი ბალახიანი საფარი რა. ნიკა შენთან ნამდვილი ბალახია თუ ესეთი? ხო. გასაგები. აჰა. ესეთი ოღონდ უფრო რბილი. აი ეგ არ უნდა იყოს. რბილი ან ქვიშა აქვს. ხო, ქვიშა აქვს, თქვით, რომ უფრო მიწის ვიზუალი იყოს რა. მან კიდე ისწავლება რაღაცა, მაგრამ მუხლისთვისაა ცუდი რა. აი ნახევარი ქვეყანა რომ მე მენისკი გამისდა და მე ფეხბურთშევეში არის, აი ამ საფარების დამსახურება მე თუ მკითხავთ რა. იმიტომ რომ მეც ექიმთან რომ მივედი მენისკი ამას დააბრალა მიუხედავად იმისა რომ სამ სხვადასხვა სპორტში ბრაზილიაში მარტო ქვიშა აქვს ჩეჩემა. ამ ქვიშა ყრია, ქვიშაში თამაშობენ შეჩე. და ბრაზილიელებიც მაგარი ტრავმიანი ხალხი არიან, რო და მაგიტოვიზა. ანუ ბრაზილიაშიც მაგარი ტრავმიანები. აი ვინც არ არის ტრავმიანი შეჩე. კი ჩანს კარგად. გერმანელები არიან ალბათ ყველაზე უტრამოვანი. ერთი ისე გაეპარათ როის. ჩვენ ესპანელებიც კაი ტრავმიანები არიან ისე. რო დაუფიქრდე ხა. ესპანეთშიც არ იქნებოდა ძალიან ბევრს აქვს მოხლის პრობლემა. ძალიან ბევრს შეჩე. ეხა იამალსაც აქვს დაში. ეგ ხო გენეტიკური უნდა იყოს. რა, ტრავმები? ხო. რატო? როგორ უნდა იყოს? გენეტიკური უნდა იყოს. გენეტიკური უნდა იყოს. მე მგონია რომ გენეტიკური უნდა იყოს, აბა როგორ უნდა იყოს. მაგრამ ქართული ფეხბურთი განვითარება თუ გვინდა, ბავშვთა ფეხბურთში კი
რომ ვიზახით ფული ჩავდოთ, ფული შედება კი არა, საფარი უნდა გამოგცვალოთ დასაწყისისთვის. და ყველაზე კაი ეგ იქნება. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ ვწდები რაღაცა ნილა რეალობას, მაგრამ შეიძლება ძალიან ძვირიც ჩდება ეხა ეგეც არ ვიცი. იმ ბალახს მე მომლელი უნდა. ძალიან დიდი ხარჯი იქნება. ძალიან დიდი ხარჯი. ხო, მაგრამ ბიჭო, აი უყურე ჩემ სოფელში თუ ჩვენი ოჯახის ნათესავები რა, ანუ ვინც თამაშობ ბავშვები სადაც ვიყავით, ბიძა ჩვენები მიდიოდნენ და თიბავდნენ რა იმ იმას. რო არ მოგატყუო. და იქ თამაშობდით ფეხბურთს ახლა. ყაზბეგში ეგრე იყო. მოტიბულზე რა. იქ ძროხა ჭამდა ჩვენს იმას ბალახს. ვიწყარა იმენა თბილისიდან არის? არა, წალენჯიხში დაიწყო თამაში ფეხბურთის უეჭველი და მე გადმოიყვანეს დინამოს აკადემიაში პროსტა ალბათ რა. ამდენი წლის იყო. დინამოში იყო პატარა იყო. არა, მაშინ მალევე წამოვიდა. იყო თუ არა ბიჭო. არა, უფრო პატარა იყო. რონალდო როა ჩამოსული მაშინ 12 წლის. ეგ იყო 2013 წელი. ხო, და 2001-იანია. ხო, ერთიანია. ჩახა, ყოა. 25 შეიძლება შეეცოთ 25 არის არა 2000-იანია. 2001 მახსოვს. 2000-იანია. მე მახსოვს მე 99-იანი და 1 წელი პატარა ჩემი. მე 6 წელი დიდი ვარ ყველაზე. ბიჭო, აი შენ უფრო გექნება ეგ მომენტი რა. აი ხა ბავშვობიდან ხო უყურებ შენს ფეხბურთს? და მეც უყურებ და ფეხბურთი ხო ყველა ფეხბურთელი შენზე დიდი იყო. ხო და ეხა ვერ ვიაზრებ. ეხა რო ვიაზრებ, რომ ნაკრების 90% რო ჩემზე პატარა ბავშვები არიან. კაია ეგ. თქვენზე ბევრად დიდებს გვანან. ხო, ანუ ვერ ვიაზრებ, რომ მაგაზე დიდები არიან რა. ანუ ყოველდღიური ვარჯიში სხეულს აბერებს, გინდა არ გინდა რა. ხო ეგრე ყველა 2000. არა, აყალიბებს პირიქით. ხო და ნუ ავტომატურად უფრო დასრულის საბჭილებას ტოვებს სხეული რა. თორე ეგრე ვამბანიამა რო არის ბოდიშვილი, კალათბურთელი ხო ის არის რაღაცა 21 წლის თუ რაღაცა ტიპი არის რა. ელიენი. მიქაუტაძეც 2000-იანია, ყვარაც 2000-იანია. აი ჩაკვე ჩვენზე ჩაკვე მგონი 18-18-იანია, 17-იანი რა. დიდია ჩემზე ჩაკვე. ხო, აი დას ქოჩორა, ანუ ყველა არის ჩემს პატარა ბიჭო. ქოჩორაც პატარა. რა ცუდი რა. ჩემზე დიდი მარტო კაშიაა შეჩემა. შენზე არც მაქვს საუბარი. არა, კაკაბაძე. კაშია კაკაბაძე. და კაში ლორი აღარ არის. ლორი აღარ არის. კაში იმას ძახის ალბათ ბოლოს ესია და კაკაბაძე ერთხვა, არ თქვა. რონალდო ერთნაირად არის. მე და რონალდოს გვაქვს ერთ დღეს დაბადების დღე. და შეგვცა. და ნეიმარს და კარლოს ტევეს და როდრიგო პალასიოს. ყოველთვის ყველგან მიტყვი ამას. 5 თებერვალს რო გაჩნდნენ ადამიანები, მაგაზე იჩალიჩით, იმიტომ რომ ფეხბურთელობაზე მიჭია. დაბადების დღეს იური გაგარინი გაფრენდა კოსმოსში პირველად. ჩემი დაბადების დღეს ალბათ ჩემი დაბადების დღის დღე ხო ჯიმ ქერის დაბადების დღე რა თესლობა არის კაი ძმა ხელები ამიწევია მაშინ მეტი რავი არაფერი არ მოხდა ბიჭო ის შობა 25 დეკემბერს და მაგას იხსენებდი რა ხდებოდა შენს დაბადების დღეს ანუ ისეთი რა ვიღაც ტიპი ახალი ცნობილი რამე შობა 25 დეკემბერს არ არის ბიჭო აი ეხა 25 დეკემბერს შობა თლემს არ გაგიგია შენ ეგეთი რამე კი მაგრამ არსებობს თელი რიგი ისტორია სადაც დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს გაჩნდა ეს მართლა ოქტომბრის ბოლოს ნუ ყოველ შემთხვევაში შემოდგომაზე და ვინ იძახის მაგას ვინ ამტკიცებს ბევრი ისაა კაცო იმიან ჩანაწერებზე ვანახე შენი ცოდი ლენკა ეს გარჩა ახალ წელთან რო დააახლოვებინათ ჩემი აზრით მაგით არის გაკეთებული ეგ ყველაფერი თორე მე ეგრე მახსოვს შეიძლება არასწორად მახსოვს მაგრამ მახსოვს რომ ზუსტად მახსოვს ანუ მახსოვს რომ სწორ რაღაცას ვიძახი შეიძლება ვწდები მაგრამ მგონია რომ უფრო სწორ რაღაცას მე მენა პირველად გავიგე ხარ არა მანახ ტელეფონი კაი საერთოდ მანახ ტელეფონი და შენი ლაპარაკი არა შენი ლაპარაკი რა მიდი ლენკა შემოსიყვარულო გამარჯობა სტადიონზე ეწევი ახ თორე ჩვენ გამო ვერ დადგება ფეხბურთი ეს თუ ვერ დადგება ჩვენ სტადიონზე ძაღლი შემოყვანა და მოწევა არ შეიძლება აი მოწიოს არა და სტადიონზე რა მაგარია ძაღლს რო ეს მოხსნა და ირბინოს თავის გემოზე და არც გაგექცევა მაგარი კომფორტულია სტადიონი მაგისთვის და შეიძლებოდეს ძაღლების სტადიონი ცალკე უნდა იყოს აი განა ძაღლების გასართობი სკვერი რო არის ეგეთი კი არ უნდა იყოს აი იმენა სტადიონი უნდა იყოს ძაღლებისთვის და ირბინონ
მართალი ხარ. წადი, ხა შენ ირბინე. ძალიან საყვარელი ძმა მყავს, სახლში მარტო რჩებოდა, მე რო გამოსულიყავი და წამოდი შენც მეთქი და თეორიის უნდა მე დედა რა სიტყვის მაღაზიაო, მეთქი თეორიის. დიდი დაკყავს ჩემო ძმო. არაფერს არ იტყვის. აი, ამის გამო ისქნეს რა. ზუსტად ვიძახი, მე არ მყავს თემა რო არ მოყავს. სწორად ვიძახთ. ანუ არა, ლენკა იმას ვიძახი, რომ არა, არაფერი არ მოჩენილა. კონდეს. არა, ეს აბას კონდეს. მიწევი. ვახ. კაროჩე, ის როგორ ჩაწავიდა ბურთი. გაიქცა. დავი, სახში ავიდა. სახში წავიდა. ანუ როგორც ვიძახდი, საუკუნეების მერე აირჩა ეს 25 დეკემბერი იმის გამო, რომ რაღაცა პაგანების ფესტივალი და რაღაცები რომ დამთხოვოდაო რა. რომ აღსანიშნავი ერთ პერიოდში ყოფილიყო. ბევრი დასვენების ღერო არ გამოსულიყო რა, აი კაპიტალიზმი. ო, არა, თეორიები მარტო მე მახსოვდა რომ მხოლოდ იმაზე იყო რა ქვია, შემოდგომაზე და თურმე ეს გაზაფხულის ვერსიებიც იყო. ო, სიცივე არ ჯდება პროსტა რა მაგ პერიოდში. რატო? თოვლი უნდა ყოფილიყო მაშინ. ბეთლემში ხო გაჩნდა? და უეჭველი თოვლი უნდა ყოფილიყო. ანუ არა, უყურე ბეთლემი ისეთი ადგილია, სადაც ზამთარია. ანუ არ არის რა უზამთრო ქვეყანა არ არის რა, აი როგორც მაროკო არ არის რა. არის ზამთარი. ხო და არც ერთ იმაში, არც ნახატში, არც ხატში და არაფერ მსგავსში გარეთ არაფერი ზამთრისეული არ არის. და მანდან გამომდინარე ადრე რომ დავფიქრდი, მე მოძებნი და მე ეგ მაგ ფაქტამდე მივედი. ხო და ეგ არჩეული არა, ეხა კონკრეტულ თარიღს ვერავინ ვერ იძახის. Вообще даже იმას იძახია, რომ ზუსტი თარიღი, ანუ ქრისტეშობამდე გაჩნდა. მაგას ძახი. მე მაწყობს 25 დეკემბერი და გაიყოს 25 დეკემბერი. არა 7 იანვარი უფრო მევასწრე. კი, მეც ქართული დაბადების დღე მაწყობს. მე სულეთ კათოლიკე ვარ. არ ხარ. რატო ხარ? იმიტომ რომ აი მართლმადიდებლური ტრადიციები ძალიან არ მომწონს. აუ, გადაგვივლიან ახლა. ჯვრის წერის მაგალითად. გადაგვივლიან, ლენკა. ჩაკათე. შობაც 25-ის მომწონს. ჩაკათე. ანუ უყურე ძველი. ჩემი აზრით დიდი სქიზმა არ უნდა მომხდარიყო. რა? დიდი სქიზმა არ უნდა მომხდარიყო. სამ გადაგვივლიან. იქამდე აღარ მე რომ გოგო რომ მეყოლოს მე რა ფეხბურთზე ხო ვერ ბალეტი. ბიჭო, არ არის ბალეტი. გოგოზე არის ბალეტი. ეგეთი ფული არ არის ბალეტი. მე გოგოსაც ფეხბურთზე შევიყვან. არა, შეჭი. კი. არა, ბიჭო. კი. ლარნახევარი აქვს ხელფასი. სამოდელო კარიერა. ეგ არის ეკვივალენტი. ხო, ფეხბურთის მოდელები. ეს ჩემ ფიქრობდი. 4 წლის ბავშვი შევიყვანო სამოდელო კარიერა. ჩემ ფიქრობდი ახლა. 4 წლის ბავშვს ვერ შეიყვან, მაგრამ აი 10 წლიდან ტანვარჯიშით უნდა დააწყებინო, რომ განუვითარდეს სხეული, ჩამოუყალიბდეს კუნთები და აღნაგობა და თან სიმაღლეშიც გაზრდის ტანვარჯიში, გაიწელება და 10 წლიდან ატაკე სამოდელოზე. აი ეს გეგმა უნდა დაესახა დედაჩემს ჩემთვის და არ დასახა. შეაგდეს. შეაგდე და გაიზდება რა. შეაგდე სამოდელოზე რა თესლობა. მე შუგა და ჭიპა ვაპირებთ ახალი YouTube არხის დაწყებას და ძალიან მალე კაი ამბებს გააგებინებთ კარგებს. ჯერ არ ვთქვა რა. რა ჯერ არაფერს არ ვიძახო. მე ვიღაც გააკეთებს და მე დამიძახებენ პროუქციაში. ვინი მომენტო. შენ მაგალითად შენი ჩატები იქ რაღაცები რო გქონდა მოწერილი შენ თავთან დაჟე. ეგეინც ხო გააკეთეს. და დროში მოგზაურები არიან და მე ჩვენ ჩატებს გაასაჯაროებენ და ნახულობენ რა სანამ სანამ ვიდეო არ დაიდება, მანამდე ვერაფერს ვერ გაიგებ. მაგრამ რო დაიდება, კაიები დაიდება სულ. კაი. მე მაგრამ ევასება არ და ჩვენი ტრადიციები. უფრო გემრიელია, თან მაგარი როჟები ვართ, იმიტომ რომ ორი ახალი წელი გვაქვს. აი ახალი წელი. აი ვაფშე არ მომწონს მე. ბიჭო, ახალი წელი ყველას ერთი აქვს შეჩემა. და მე ჩვენ თესლები ორი მე რატო ვიძახი რომ 25 აუ ნიკას ურეკავს მაგრამ ურეკავს ხო კაროჩე ნიკას ცხოვრებაში მამის მან ჩაწვი ხო არა ეგეთია დასე ჩაწვი ტელეფონზე გელაპარაკები ამის გამო ხომ ფეხბურთი ვერ ითამაშა ჩემი
სუპერზე რო გამართლება აქ თამბი. სად არის მარი? გაუფლიანდი? არაო და მე კიო. დღეს არ მოდის? Вообще? არ ვიცი რა ხდება. აქეთ, короче, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, რაღაცები გთხოვთ რომ დაივიწყოთ, რაც ითქვა, საერთოდ რაც ჩაიწვა ისიც რომ დავივიწყოთ, განსაკუთრებით სტადიონზე და კარგად ვიყო, ეხლა დაგაჯარი მოშიში. მაგის შანსი ხო დიდია. რაზე უნდა დამაჯარო? აი რაღაც public place-ზე. არჩი ვის დამაჯარებ? რაზე აჯარიმებენ? არ ვიცი, საჩატა სიგარეტი. ამაზე? აი ამას ვიძახდი, ძაღლები და სიგარეტი სტადიონზე არ შეიძლება. შეძაღლო. You dog. Oh. აუზში ჯაგეთ. რას ვიძახი? ნახე, თუ ჯერ შობა ადამიანი ახალი წელი და შენ 7 იანვარს აღიარებ შობად, მაშინ ახალ წელს 31 დეკემბერს არ უნდა აღნიშნავი და 14-ში უნდა აღნიშნავდი. და რას არ აღნიშნავ? აი გაჩერდი ეხა. როდის გინახი ვართ უბედნიერესი, რომ ვა რა მაგარი ახალი წელი მოვიდა თქო. ანუ მე არ არის, ანუ შენი განწყობა არაფერ შუაში არ არის. მოდი გეტყვი მე რატომ მიყვარს ახალი წელი 14-ის ვიდრე ის პირველი. გითხარ. პირველისთვის კეთდება ბევრი საჭმელი. მაცალე. მაგრამ 14-მდე. პირველ რიცხვში დედაჩემი აკეთებს ცოტას არასამარხოს. და ცოტას უფრო მეტ სამარხოს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები მარხვაზე არიან ხოლმე, რა. ახალ წელს ხომ მთავრდება? არა, 7-ში მთავრდება. ხო და ნუ რა აზრია. ისინი რომ ჭამენ სამარხოებს. მეც არ მიკეთებენ ბევრ კარგ საჭმელს. და 14-ში უკვე აი მიდი გადაიჯვიარი თავზე. შენი პირადი მიზეზია. ხო და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, თუ რატომ უნდა გადავედეთ მალე ერთად საცხოვრებლად, რომ სამარხო საჭმელი არასდროს არ იყოს ჩვენ სახლში. არა, მე მიყვარს სამარხო საჭმელიც. გრეჩიხა სამარხო არის. მაგრამ ახალ წელს გრეჩიხა ყველაზე მკიდია რა. სპეციალურად იმისთვის არ შევჭამ გრეჩიხას, რომ სამარხო ახლები? რა განსხვავებაა? მე რა კაცო რა მოხდა? დედაჩემს აქვს მაგრად დალაგებული თავის. ანუ არ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, ამას იძახი? მაგას ვეღოდებოდი როდის. აი, დინახოი ხო და. ეგ არ მithქვა. აი, მიდი საბას აკოცე. ეგ არ მithქვა. რა უთხრა? მე გრეჩი არ მიყვარს რა. იმენა უთხრა, ერთხელ მაგ აი საჭმელი გავაკეთე რა, გაჭამო მეთქი და არა, გრეჩი ხა კაია. პრინციპში დედაჩემი ლობიას რო აკეთებს, არც ისე ცუდია. მაგის გამო 18 დეკემბერი მიყვარს. დაჟე 18 არა რა. შვილს შეიძლება ერთი პერიოდი ვფიქრობდი რომ ბარბარე ხო არ დავარქვათ თქო რომ ლობიანები ბევრი მოუტანონ თქო. ბავშვობაში მე ბიზნეს გეგმები მქონდა, სხვა მარტო ფეხბურთი არ იყო. ბარბარე რო გოგო თუ ხარ ბარბარე, საბა. გოგო თუ არ ბარბარე დაარქვი და პატარა საცხობი მიუგდე იქ. კარგი რო. ატაკე საცხობი. მე მგონი ამ ვიდეოს არ დავდებ. ეს ვიდეო უნდა დაიჭოს. აუ, ნიკა ტვინწაი ხე. მესამედ გადავარდა ბურთი. ხო და მე კენტერებს ხვები მიყვარს მესამედ გადავარდა საკმარისია და ეს ვიდეო უნდა მორჩეს და სახში წავიდეთ. სახში რომ მივიდეთ. ანუ აქედან გავიდეთ. არ ვიცი რა მემქნათ მორჩეს გთხოვ სანამ მეოთხედ გადავარდა, თორემ მე მეხუთეს უნდა დაველოდო. ეს ამას არ ევარსება ლუწი რიცხვები, იცი? რაღაცას თუ ვაკეთებ, კენტად უნდა გავაკეთო. აი ხუინა ხო უნდა ვატაკო ეგ. ერთ ჭიქა კოქტეილს თუ დავლევ, მეორედსაც თუ დავლევ, მესამე აუცილებლად უნდა დავლიო იმის მიხედავად მინდა თუ არა. თორე უკვე ყლეობა. ეხა მივხვდი რატო? ორი მაგჯერ დალეული რო ის. წეღა რო გინდოდა მე და ბეკორავიც წეღა რო სურვილი გქონდა შენ პივის ყიდვის ჩემთვის. კიდევ გაქვს. აი ხაი დინახო. ვალიდური პასუხი იყო. ესული ვიყავი მაგას ვიყიდი მე. ეხა სტადიონზე ვზივარ, წამოგნარული. როგორი? წამოგნარული. აუ, წამო დავლიოთ. წამო, მე მაგას ვიძახ. წამო. გენგისრო. დალევ ძმა. აუ, ნუ არ გინდა. აი მორჩა, ვიდეო მორჩა. სასაკში ვსვამდი უკვე. კარგად იყავით, ძალიან დიდი მადლობა ვინც გიყურეთ. აი მე საბადაჭი გავსვამდი ჩვენ სასაკში, ნიკა. გივია თუკაში შემქონა არაც. და მე მსახურებოდნე 12 წლის ვიყავი. გივიას დუქაში მე რა მაქვს გაკეთებული, იცი ბატონო გივია თუ უყურებთ, დაივიწყეთ ეს ინფორმაციაც. მე ჩემი ზოგადად შევდივით ხოლმე, გარეთ თუ ჯდებოდით ხოლმე. ეს ხო გქონდა. და რო შევდივით მოვდიოდი. შეშმა კარდან ვიჟეკი მოზის.
სულელე გადანაწილება ქონდათ. ეგეთი ცუდი გადანაწილება მე რესტორანში არ მინდა. აი ხალხი ენდობოდნენ სხვა ადამიანებს. მაგარი. და შენ იმედები გაუცრო. ერთხელაც არ დაუჯვიათ ჩემზე ძმა. მე ვუთხარი რომ მეთქი მე ისევ არ მეთქი ადრე რომ დავდიოდი ჭამდი ხოლმე. მეთქი და იმედია დღეს დაითესები ბევრი გაქვს შეკვეთილი. არ დავთესილავს. მაგარია. ტიპიც დაუტოვე. ნაზღაურა ეს? არა, ბოზიში იმას ვერ ავანაზღაურე ძალიან ბევრი. ოპა. ვა, ჩაღნიკა. მაკრატელა დაარტყა და ნერე წაიქცა. ვეღარ დგას. უშაკო ვინჩესტერი არის. ოიმე. რა იყო? ღმერთმა დაიფაროს. ანუ შაკოც ეგრე ურტყავს ხოლმე. ეგ იცი ფეხბურთე რო იყო მისული პირველად რომ შაკო უყურებს ხოლმე შევიწა. უყურეს შაკო. ვიცი მე რას ვიძახდი? დაიფაროს. აუჩი დროზე უნდა მორჩენილიყო ეს ვიდეო და აი ჭკუა არ ვისწავლეთ რა. იღებს ვაფშე? ვა, ძალიან ცუდი. წავედი, კარგად მძამდებოდეთ. ღმერთმა დაგიფაროთ.